გამარჯობა, მე რუბრიკა ახალგაზრდული ხმების წამყვანი იოანე მსხილაძე ვარ და დღეს რადიო ხონის ხმის ეთერს მიუძღვნით მასწავლებლების საერთაშორისო დღეს. 5 ოქტომბერი მასწავლებლების საერთაშორისო დღეა. მინდა ყველა პედაგოგს მიულოცო პროფესიული დღე და შემოქმედებითი წარმატება ვუსურვო. დღეს ჩვენი რუბრიკის სტუმარია ქალაქ ხონის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი შორენა კაკაბაძე. მოგესალმებით შორენა მასწავლებელო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენ სტუდიაში. მოგესალმებით იოანე, მივესალმებით თქვენს რადიოს. და მეც მიულოცავ ყველა მასწავლებლის დღეს. ახლა ყოველი დღე მათი ყოფილიყოს შემოქმედებითი და წარმატებებით დახუნცული. ვუსურვებ უამრავ რამას სასწავლო დღეს. ახლა გადავიდეთ კითხვარზე. რა არის თქვენთვის მასწავლებლობა? ჩემთვის მასწავლებლობა მთელი ცხოვრებაა. ყველაფერი კარგი მოგონება, რაც კი მაქვს, ყველა მათგან უკავშირდება სწორედ ჩემს პროფესიას. შემთხვევით არ მომხვედრილ ვარ მე ამ პროფესიაში, ვარ მასწავლებლის ოჯახიდან და მიემაყება რომ თქვა ყველა ხუთმა დამ ხუთივე მასწავლებლის პროფესია ავირჩიეს. ეს ალბათ ოჯახის ტრადიცია იყო და ხუთივე ვფიქრობ რომ ძალიან სახელოვნად ვაგრძელებთ ჩვენს ოჯახურ ტრადიციას. რა სირთულეებთან და გამოწვევებთან არის დაკავშირებული თქვენი პროფესია? როგორც ყველა პროფესიაში, სირთულეები და გამოწვევები აქაცა უფრო მეტი, ვიდრე შეიძლება იყოს სხვაგან. მასწავლებლობა რაღაც განსაკუთრებულ ნიჭს მოითხოვს, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეს და არის სწავლება. და აი ამ ნიჭის წყალობით და შემდეგ კიდე სიტუაციაც გაჩვენებს, როგორ უნდა მართო შენი ცოდნა, შენი უნარები, აი შენი ნებისმიერი აქტივობა მიუძღვნა ისეთ პრობლემების თუ სიტუაციების მოგვარებას, რომ აი ყველა როგორ დაწყებული წინახე, რომელიც პრობლემად გესახება, ეს პრობლემა შემოაბრუნო და ისევ და ისევ გასაღები იყოს ახალი მომავალი სიკეთის. პირველი საჯარო სკოლის ხელმძღვანელი ხართ. ვფიქრობ დამატებითი პასუხისმგებლობაა. როგორია სკოლის უახლოესი მიზნები? როდესაც ამ სკოლაში მოვედი დირექტორად, მანამ ვიყავი ნახახულების საჯარო სკოლის მასწავლებელი. სულ 120 მოსწავლემდე იყო ალბათ იქ როცა ვმუშაობდი. და მეორე დღეს ვიფიქრე, ვაი სად მოვხვდი. ამდენი ბავშვის ხმაური, ასეთ რაღაცა გინდა არ გინდა, მაინც ცოტა სხვანაირად ხდებოდა ჩემ კურსს. თუმცა მე ისე შევისის ხორცე საფხული აღარ მიყვარს. მას შემდეგ, როცა არდადეგები არის და მოსწავლეები სკოლაში არ დადიან. ესეც ალბათ ჩემი პროფესიის სიყვარულით. პირველი სკოლის დირექტორობა ნამდვილად დიდი პასუხისმგებლობაა. დილის 9-დან ღამის 11 საათამდე სკოლაში ვარ. მით უმეტეს ახლა, როცა იცი ჩვენი სკოლა რეაბილიტაციაში არის და ვიმყოფებით ალტერნატიულ ფარჩი ქალაქ ხონის ნომერ 2 საჯარო სკოლაში. დიდი მადლობა მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა უთხრა ამ სკოლის დირექტორს ქალბატონ მანაგაძეს გულთბილი დახვედრისთვის, მიღებისთვის და სრულიად მოულოდნელად ჩვენთვის მოულოდნელად იმისათვის რომ სასწავლო პროცესი სრულდებოდა ძალიან გვიან, მოგვიწია ხონის სკოლა გიმნაზიაში საშუალო საფეხურის მოსწავლეების გადაყვანა, რათა შედარებით ადრე დამთავრდეს მათთვის სწავლა. იგივე ვუსურვებ ქალბატონ ლალას ბედნიერი წარმატებული წლები ყოფილიყოს და ბევრი წარმატება მათ პროფესიაში. აი ურთულეს დღეებს გავდივართ ჩვენ როგორც თითოეული ჩვენგანი, მე ჩემგან დაწყებული, მშობლი დამთავრებული და მშობლებსაც მინდა რომ კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ამდენი მოთმინებისთვის, სკოლის გვერდით დგომისთვის. ძალიან ძნელია მთელი შენი ცხოვრება აწყო სკოლაზე, მაგრამ სკოლის სიყვარული განაპირობებს სწორედ მშობლების აი ამ ასეთ დამიდგომას და თანადგომას. მართალია რამდენიმე მშობელმა შევდივარ მათ მდგომარეობაში და დატოვა ჩვენი სკოლა იმ იმედით რომ უახლოს მომავალში ჩვენი სკოლა გაიხსნება და ისევ მოვლენ. მაგრამ არიან ისეთები, რომლებმაც ამ ურთულეს ჟამს ისევ ჩვენი სკოლა აირჩიეს. ყავს 40 პირველ კლასელი, დაახლოებით 20 ბავშვამდე სხვა სკოლებიდან გადმოვიდა. დიდი მადლობა მათ მშობლებს და ეს უკვე ნიშნავს, რომ ჩვენ სიმაღლეზე ვდგევართ. გაიხსენეთ ერთი სახალისო ისტორია თქვენი პედაგოგიური მოღვაწეობით. სახალისო ისტორიებს რა გამოვლევს, ხო, როცა მასწავლებელი ხართ ან დაწყებითი კლასების. ეხლა რამდენიმე დღის წინ
ერთ მოსწავლეს მე და საზოგადოებაში მქონდა დავალება თქვენი ბებია ბაბუების საქმიანობის შესახებ მოსწავლის რეულში იყო კითხვარი შესავსები და ბაბუას საყვარელი საქმიანობა, აი ესეთი შეკითხვა იყო და ბავშვი მიწერს დალევა. აი მე გავგიჟდი. მართლაც სახალისოა. სახალისო და ასეთი კურიოზები და მარგალიტები ძალიან ბევრი გვაქვს, თუმცა ახლა მე შემოვიფარგლოთ. დაბოლოს რას უსურვებთ კოლეგებს? ჩვენი სკოლა გამოირჩეოდა გუნდურობით, კოლეგიალობით და ვუსურვებ, რომ ეს გუნდურობა, კოლეგიალობა კვლავ შენარჩუნებული იყოს, გაღრმავებული იყოს. ბევრი ახალი მასწავლებელი გვყავს ამ სასწავლო წელს, უკვე უცებ გაარკვიეს ჩვენი სასკოლო კულტურის შესახებ და ისინი ჩაებნენ ჩვენი სკოლის ცხოვრებაში. ვისურვებდი ამ დიდ ლამაზ ოჯახს ყველა დღე ბედნიერი ქონოდეს, ჯანმრთელი და ძალიან მალე ჩვენი სკოლის კედლებში. მადლობა რომ დაგვითქმეთ დრო და უპასუხეთ ჩვენ შეკითხვებს. მადლობა რადიო მსმენელს, მე ვარ იოანე მსხილაძე, ჩვენი რუბრიკის სტუმარი იყო ქალაქ ხონის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი ქალბატონი შორენა კაკაბაძე. მომავალ შეხვედრამდე.